პედი რამოდენიმე ინტერვიუებში შენახსენე კონორ მაგრეგორთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ. ახლა ილიამ სუბუქ წონით კატეგორიაში გადადის. თუ შეგიძლია ამიხსნა შენს იდეალურ სამყაროში, რა არის პედის სამბრძოლიანი გეგმა მაიკ ჩენდლერთან დაპირისპირების შემდეგ? ბრძოლის დაგეგმვის შესაძლებლობა რომ გქონდეს, სამბრძოლოს ვისთან ისურვებდი? ყველასთან ცხადია. კონორ მაგრეგორთან ჩხუბი მსურს, მაგრამ პირადად ჩემი გეგმა ტოპ 5-ში მყოფ მოწინააღმდეგეებთან ვიჩხუბო. შემდეგ კამრისთვის ვიბრძოლო და მე გულწრფელად რომ თქვა, სულ ერთია ვის შევხვდები. ტოპ 5 და შემდეგ კამრისთვის ბრძოლა. და თუ ჩემი პირველი ტიტულის დაცვა კონორ მაგრეგორთან ემფილდზე შედგება, მაშინ ეს იდეალური იქნება, რადგან ფული სწორედ იქ იშოვება და მე და კონორი სტადიონს აუცილებლად გავავსებთ. მაგრამ ცხადია ხელი სადენზიფექციო გელის ბიჭსაც ვცემდი. მინდა ვაჩვენო რამდენად პატარაა და რომ მას პატარა კაცის სინდრომი აქვს. ის კიდევ ერთი ვინმეა ვისთანაც სიამოვნებით ვიბრძოლებდი. თქვენ ორნი უკვე კარგი ხანია ერთმანეთში მეტოქეობთ. რა გაიფიქრე როცა გაიგე რომ მან კამარი დატოვა და მსუბუქ წონით კატეგორიაში გადმოვიდა. რადგან ახლა ეს ბრძოლა უფრო შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ როცა ჩენდლერთან ბრძოლა გიახლოვდება. ვფიქრობდი, ვაუ, რა სულელი ხარ. რატომ გადმოხვედი ამ დივიზიონში? ის პაწაწინაა. ალბათ 165-167 სანტიმეტრია. არ მესმის რატომ. და მე აქვს იმის გამბედაობა რომ სუქანი დამიძახოს. ამასობაში კი თვითონ ამბობს რომ 66 კილოგრამს ვეღარ ინარჩუნებს, როცა თვითონ ჯუჯაა. უბრალოდ არ მესმის. ჩემი აზრით ის უბრალოდ გაიქცა. რადგან იცოდა რომ ვოლკანოვსკი, რომელიც ამჯერად 12 კვირით ადრე დანოკაუტებული არ გამოვიდოდა და ბევრად კარგად მომზადებული შეხვდებოდა მას, დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა. ამასთან მას ეულოევთან და ლოპესთან ბრძოლაც ელოდა. უფრო მეტი პატივისცემა მექნებოდა მის მიმართ კამარი კიდევ 1-2 მაინც რო დაეცვა. ასე შეეძლო თავისი კამარი შეენარჩუნებინა და ვაკანტური არ გაეხადა. ზემო წონაში ასულიყო და ისე ეჩხუბა. ისლამთან ან ვისაც კამარი ექნებოდა იმ დროისთვის, მაგრამ ვფიქრობ პირდაპირ სატიტულო ჩხუბს ის არ იმსახურებს და ალბათ UFC-ს იგივეს ფიქრობს. თუ სატიტულო ბრძოლა სურს, მაშინ ის ტოპ 3-იდან ვინმეს უნდა შეებრძოლოს. ან რაიმე მსგავსი უნდა გააკეთოს. როგორ ფიქრობ? პედი და ილია რა შემთხვევაში შეხვდებიან ერთმანეთს? ტიტულის მოპოვებისთვის თუ ერთ-ერთი თქვენგანის ტიტულის დაცვისას? არ ვიცი, სავარაუდოდ მას უახლოეს თვეებში ბრძოლა მოუწევს. სანამ მე მაიკლთან ვიჩხუბებ, მას ბრძოლა უკვე დაჯავშნილი ექნება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, წესით უნდა ჰქონდეს ბრძოლა ჩანიშნული. ნამდვილად. ილიაზე საუბრისას რაღაც ისეთი თქვი, რაც ძალიან დამამახსოვრდა. თქვი რომ დღესდღეობით ჩემპიონები ძალიან სწრაფად იცვლიან წონით კატეგორიას. რატომ ფიქრობ რომ ჩემპიონები თავიანთ ტიტულს ისე ხშირად აღარ იცავენ, როგორც ამას აკეთებდნენ ანდერსონ სილვა, ჯორჯ სენტ-პიერი და დემეტრიუს ჯონსონი? ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი ჩემპიონობა ძალიან კარგად ჟღერს, როცა საუკეთესო მებრძოლებზე ვფიქრობ, მახსენდებიან ისინი, ვინც თავიანთ წონით კატეგორიები გაწმინდეს. ზუსტად. MMA-ის ყველაზე დიდი ლეგენდების სიაში შედიან ჯონ ჯონსი, GSP, ანდერსონ სილვა, მაითი მაუსი და ყველა მათგანი ჩემპიონი იყო, ვინც კამარი 6-ჯერ ან 7-ჯერ მაინც დაიცვა და ახლობით ეგრე. ჩემი აზრით, ეს კონორ მაგრეგორის ეფექტია. ყველას უნდა იყოს კონორი. ილია თოფურია ყველაზე ცუდი მაგალითია, გესმის? მას გულმკერდისა და ზურგისა თუ პირდაპირ კონორიდან აქვს დაკოპირებული. მას უბრალოდ კონორ მაგრეგორობა უნდა, მაგრამ ვერ იქნები კონორ მაგრეგორი, როცა ლობიოს ქილასავით ქარიზმა გაქვს. ის ერთ-ერთი მათგანია. ყველა მაგრეგორის გზა აირჩია. მაგრამ როგორც თქვი, უფრო შთამბეჭდა ვის არის თუ რა რაოდენობით დაიცავ შენს კამარს. როგორც ეს მაგალითად ვოლკანოვსკიმ ქნა. თუ არ ვწდები, მან 5-ჯერ დაიცვა კამარი. შემდეგ ისლამთან ასვლის შანსიც მიეცა. გონი ადესანიამ დაახლოებით 3-ჯერ დაიცვა თავისი კამარი. დისი მათ თუ არ ვწდები, ქვემ მძიმე წონის კამარი დისიმ ბევრჯერ დაიცვა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა მძიმე წონით კატეგორიაში. თუმცა, როგორც ვთქვი, დღესდღეობით ჩემპიონებს ეგრევე წონით კატეგორიის შეცვლა სურთ. ბელალ მუჰამედს, რომელსაც ერთი ტიტულის დაცვაც არ აქვს, უკვე ლაპარაკობს წონის შეცვლაზე, უბრალოდ სიგიჟია. ასე რომ შეიძლება ითქვას, პედის სურს ისეთი ჩემპიონი იყოს, ვინც თავის კამარს დაიცავს. დიახ, თუ მოვიპოვებ, უფრო სწორად, როცა მოვიპოვებ, დავიცავ მას. მინიმუმ 3-ჯერ დავიცავ. წონის შეცვლას არ ვიჩქარებ, გესმის? თუ რა თქმა უნდა, UFC არ მომთხოვს ამის გაკეთებას. მაშინ სხვა საქმეა. თუმცა მე კამრის დაცვა და ჩემი მემკვიდრეობის გამყარება მინდა ამ წონით კატეგორიაში.